აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. მადლობა მოკითხვისთვის, მადლობა რომ წერთ, როგორ ხარ, რატო დაგვივიწყე ხომ მშვიდობა. კარგად ვარ, ყველაფერი კარგად მაქვს, უბრალოდ ეხლა როგორც აღვნიშნე, არის პერიოდი თვით შემეცნების, თვით განვითარების, პრაქტიკების, მედიტაციების, სამყაროსთან დაახლოების, რაც შეიძლება მეტი მადლიერების, სიკეთის, ქველმოქმედების, კეთების და ამისთვის საჭიროა კონცენტრაცია. საერთოდ ყველა საქმეს უნდა კონცენტრაცია, მაგრამ როცა სამყაროსთან სულიერებაში ხარ, ახლოს, იმიტომ რომ ენერგიები გადადის, გითხარით უკვე აიწია ვიბრაციებმა დედამიწის და თავის და უნებურად ეს გადასვლა რო ხდება, გვინდა თუ არ გვინდა, ვინც ფაქიზად გრძნობთ და სამყაროსთან ვართ დაახლოებულები, უფრო მეტად ფაქიზად განვიცდით ამ პროცესს და ამიტომ უფრო მეტ დროს უთმობთ სულიერ განვითარებას, ანუ უფრო მეტ დროს უთმობთ სამყაროსთან დაახლოებას, ბუნებასთან, აი ამ პროცესში ვართ ჩართულები, კაია რომ მარტო მე არ ვარ და სხვაებიც არიან, მადლობა ამისთვის. სხვა ნათელსულებს და ღვთის ნაწილაკებს და ღვთისშვილებს, ვინც ეხლა ამ პერიოდში, ამ განზომილებაში არიან მოვლენილნი, არა მარტო თავის გადასარჩენად, არამედ სხვების გადასარჩენად, ხო? როცა შენ გადარჩები, შენს ირგვლივ ყველას გადაარჩენ. ესეთია ბუნების კანონი და ყველა ვინც ხართ მოსულები ეხლა და ამ პერიოდს გადიხართ და ცხოვრობთ და ამ მოვლენებს გვინდა თუ არ გვინდა ამას ვეხებით, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ არა მარტო ჩვენ თავზე, არამედ ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფ ადამიანებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაუჭირდება და ვხედავთ კიდევაც უნდა აღდგეს სამართლიანობა, უნდა დაბალანსდეს ენერგიები, ზუსტად ეხა მწყობრში მოდის ეს ყველაფერი. ის რაც იყო დაფარული, ის რაც იყო დაბალვიბრაციული, თვალთმაქცური, ტყუილი, ყველაფერს ეხება. არა აქვს მნიშვნელობა მარტო პირადი ინტერესების, გამორჩენის, მოტყუების, ვაჭრობით, გამდიდრების, ადამიანების, ანუ მოტყუებას გულისხმობ, ხო? ყველაფერი გამოაშკარავდება. ყველაფერი გახდება ცხადი და ვისაც უნდა სიმართლეს დაინახავს, ვისაც არ უნდა სამწუხაროდ და დაბალ ვიბრაციაში, ის დაინახავს იმას, რასაც ხედავს. ანუ ამას წინათ ეხა ერთ-ერთ ჯგუფში ისო ქაოსიაო, ესაო, ისაო და მე ვერ მოვითმენი, მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და მივწერე, რომ ჩემო კარგო ადამიანო, მე უთხარი, ყოველდღიურად დღეში 10 კილომეტრს დავდივარ ფეხით, ეს არის ჩემი დღის განრიგი, მით უმეტეს როცა კარგი ამინდია, მზეა, სითბოა, აუცილებელია ფეხით სიარული, ჩემთვის პირადად დიდი ხანი უკვე ესე ვარ. და დღესაც მეთქი გავიარე გარეთ. ვიარე მეთქი 10 კილომეტრი. ვხედავდი მოფუსფუსე ხალხს, მზეს, რომელიც ათბობდა არემარეს. ვხედავდი გამოღვიძებულ ბუნებას, ცხოველებს, რომელიც თავს უშვერდნენ მზეს და თვებოდნენ ქუჩაში. ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც ეჩქარებოდა სამსახურში ზოგს, სასწავლებელში, იყო კაფე-ბარები, ღია, ზოგი იჯდა ყავას სვავდა, ზოგი წიგნს კითხულობდა, იყო პარკები, სავსე ადამიანებით, რომლებიც იჯდნენ, ზოგი მეგობრები, ზოგი ახლობლები, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, გამოტანილი იყო ყვავილები, უკვე გაზაფხულის პერიოდია და მინდვრის ყვავილები ძალიან მიყვარს. ესეთი სურნელი ტრიალებდა გაზაფხულის, ბუნების გამოღვიძების, მშვიდი, სტაბილური სიტუაცია, ხო? ქუჩებში რო დავდივარ, ვაკვირდები ხალხს, ვაკვირდები ყველაფერს და იდგა მშვიდობა, მადლობა ღმერთს ამისთვის. და ვისაც უნდა ქაოსი, არეულობა და თავებზე ბრჭყალებში ვიტყვი ელოა და ელჭექი, ის
უკაცრავად და დაინახავს იმას, რაც უნდა. და მე მგონი ყველაფერს ხადად ვხედავ, ხო? და ძალიან კარგად ვხედავდი რა ვითარება იყო ჩემს გარშემო. 10 კილომეტრი ცოტა არ არის, ხო? 2 უბანი მოვიარე. ცენტრალური უბნებიდან. ასე რომ ხალხი არის ძალიან მშვიდად და ცხოვრება მიმდინარეობს დღის რეჟიმში, დღის განრიგით, მაღაზიები, კაფე-ბარები, რესტორნები, ყველაფერი გახსნილია, მშვიდობაა და სტაბილურობაა და ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ძალიან დროულად და კარგად დადის ტრანსპორტი, ყველანაირად აღჭურვილი, ყველანაირი კომფორტით, გინდა ავტობუსი, გინდა მარშრუტკა, გინდა მეტრო და ასე შემდეგ. მაგრამ მე ფეხით დავდივარ, არ ვსარგებლობ ტრანსპორტით. ხო და საქმე იმაშია, ჩემო კარგებო, რომ აი ვისაც როგორ სიხშირეზე, როგორ ენერგიაშიც ექნება მისი სულიერი მდგომარეობა, მისი თვალებიც მას დაინახავს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ძალიან კარგად და ობიექტურად ვაფასებ ჩემს ირგვლივ ვითარებას და კარგად ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება. და დამიჯერეთ, საქართველოში იქნება მშვიდობა, კეთილდღეობა, სტაბილურობა და ბოლოს დამყარდება ჰარმონია. ეკონომიური ზრდა აუცილებლად იქნება. წინსვლა და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი წამყვანი, ძალიან ესეთი მდიდარი და ძალიან ყველანაირად დაჯილდოებული მხარე. ძალიან მალე და მერწმუნეთ, ასეც მოხდება. მე ამის მჯერა და უკვე ვხედავ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. დიახაც გავდივართ ახალ ასპარეზზე, ახალ დასაწყისი ბოლოს ამოვისუნთქეთ, იმიტომ რომ ის ჯოჯოხეთი, ის ზუსტად რეჟიმი, ის ზუსტად ომები, უბედურება 90-იანი წლებიდან დაწყებული ჩვენ გავიარეთ სამწუხაროდ, ხო? და ეხლა მოვიდა ჩვენს ქვეყანაში უკვე მოდის და შემოაბიჯა ოქროს ხანამ. აი ეხლა იწყება ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაც, გაბრწყინებაც, თუ გინდათ, რომ ზოგი ცინიკურად რო ამბობს ამ სიტყვას. ხო, გაბრწყინდება საქართველო, კი, როგორ არა, ანუ ესეთი ბოროტი როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ შენი საკუთარი სამშობლო არ გიყვარდეს და ესე იგი არ გინდოდეს შენი სამშობლოს, შენი საქართველოს თვის მშვიდობა და თუნდაც გაბრწყინება ეს პირდაპირი ესეთი სიტყვის კონტექსტიდან კი არ უნდა გავიგოთ, გაბრწყინება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები შეხმატკბილებული ვიქნებით ერთმანეთთან, მეგობრული ურთიერთობა იქნება ხალხს არ უჭირს უმრავლესობას. მართლა არ უჭირს, არ არის ესეთი სიღარიბე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვეხმარებით ერთმანეთს და გავიხსენოთ 90-იანი წლები დაქცეული რო იყო ყველაფერი და მაინც გადავირჩინეთ თავები რაღაცნაირად, იმიტომ რომ თბილისი იყო ურთიერთობა და არა მარტო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ასე შემდეგ. დიახ ბატონო, რაიონებმაც გადაგვარჩინა და აუცილებელია სოფლებიც და რაიონებიც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი სისტემა და ჩვენი გენი, ქართული გენი ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე. ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი, ურთიერთობა გვიყვარდა, მეგობრობა გვიყვარდა. ისე არავინ არ დავждებოდით სადილად, რომ ვთქვათ მეზობელი არ დაგვეპატიჟა, არ დაგვეძახა, არ შემოგვეპატიჟა, ყავას ერთად ვსვავდით, ერთად ვაცხობდით ნამცხვარს და აი ამ სიტუაციამ, ხო, გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე, ხო? და აი ზუსტად იმიტომაც გაბრწყინდება აი ამ კონტექსტში საქართველო, ხო და ვისაც ეს არა აქვს, ძალიან ბევრ ერებს ეს არა აქვს. იმათ ეხა შემოქმედი თავის ადგილს მიუჩენს რა აქვს და როგორ აქვს, აგერ ვხედავთ რაც ხდება, ხო? მე მგონი დღეს ინფორმაცია არ იმალება, მაგრამ ჩვენთან იქნება აი ეს ვითარება ძალიან მალე და ამიტომ ყველას გილოცავთ და დაელოდეთ კარგ ამბებს. ეხლა რაც შეეხება თქვენ პირად და პირად ურთიერთობებს, ავიღებ აღარ Gilded Tarot Cards-ი რომ მაჩეტის და ვეკითხები თქვენთვის სასურველი ადამიანი.
როგორ მდგომარეობაშია ეხლა და რა ხდება მასთან. ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს და შემოსულები ხართ ჩემთან. რა ენერგიებშია ის ადამიანი? გვაინტერესებს, ვინც ეხლა შემოსულია აქ. დაფარული სიყვარულის ამბავია. ეს ადამიანი, რომელიც ფარავს თავის ნამდვილ სიყვარულს, მისი ბედის ბორბალი წაღმა დატრიალდა, ანუ რაღაც ეტაპზე თავისი ცხოვრება ეგონა რომ სწორად მიყავდა, მაგრამ ეს სიგნიფიკატორია ჯერ, მაგრამ უკუღმა დატრიალებული, როცა შეხვდათ თქვენ, ანუ რას ნიშნავს? უკვე ყავდა პიროვნება, პარტნიორი ან ცოლი, უკვე მოყვანილი ყავდა, ეგონა რომ სწორი გზით მიდიოდა, მაგრამ შეხვდათ თქვენ და ეს დაფარული ამბავია, დაფარული, იმიტომ რომ ჰაი-ფაისის ამოდის და ეს არის ნამდვილი სიყვარული, თუმცა მისი ბედის ბორბალი, ნახეთ, ამოტრიალდა, მე საერთოდ ამოტრიალებულ კარტებს არ უყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში მაძლევს ინფორმაციას, რომ სწორად ეგონა რომ მიყავდა მისი ბედი, მაგრამ დატრიალდა უკუღმა, ანუ რას? თქვენთან შეხვედრის შემდეგ იმდენად აივსო გრძნობებით და ეხლა მისი ბორბალი დატრიალებულია უკან, გამოვა მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამ ადამიანს უყვარხართ, ფიქრობს თქვენზე, გრძნობს, მაგრამ ეს დაფარულია, ანუ ამას არ ამხელს. თუ რეზონირდა და მსგავს სიტუაციაში ხართ, გააგრძელეთ ყურება. მაშინ რას გადაწყვიტავს ეს ადამიანი ჩვენთან ვითარებაში? ნახე რა მხელ ტრანსფორმაცია ამოდის. შეიძლება უნდოდა კიდევაც ურთიერთობის გაწყვეტა. რას გადაწყვიტავს, მაგრამ გრძნობა აქ და რაქნას ვერ გაწყვიტავს. აი თქვენთან ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რას გადაწყვიტავს თქვენთან ურთიერთობაში? ამოგირჩევთ თქვენ? დრო ჭირდება. თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ მასთან დაკავშირებით? ღმერთო, ну ძალიან დიდი დარტყმა, სამკუთხედია, თუ არ არის სამკუთხედი გულგაცრუება თქვენი მხრიდან, მიჯაჭვულობა არის ამ ადამიანზე თქვენი მხრიდან, ან იყო მიჯაჭვულობა, ყოველ შემთხვევაში ძალიან გულდაწყვეტილები ხართ ეხლა ამ წუთას. თვითონ ეს ადამიანი გრძნობა აქვს, აუცილებლად გამოავლენს თავის თავს, ამოდის როგორც თქვენთვის სასურველი ადამიანი, ანუ თაყვანისმცემელი ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა და რაღაც მომენტში ის თავს გამოავლენს როგორც თქვენი თაყვანისმცემელი, მაგრამ იმისთვის რომ აგირჩიოთ თქვენ ჯერ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი, ანუ მუშაობს ამაზე, მუშაობს, იმიტომ რომ ეხლა ამოდის აქ პენტაკლების კარტი, რაც ნიშნავს ინვესტიციას, ბიზნეს, ფულს, რაღაცაში რო დებ, ხო? ან ახალი ბიზნესი გინდა, საქმიანობა, ან მომხვეჭელობა, ანუ დააგროვო ეს ფული, ანუ ფაქტიურად ფულის რაღაც манипуляციებშია გახვეული, ანუ რას ნიშნავს, რომ ფიქრობს უფრო მეტად ფულზე, ფულის მოხვეჭაზე, ხო? აი ესეთ ენერგიებშია. და თქვენ რას გადაწყვიტავთ? თქვენ ფიქრობთ, თქვენ არა გაქვთ ჯერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს როგორც ეშმაკი ამ შემთხვევაში, თქვენ ცხოვრებაში შემოიჭრა როგორც თვალთმაქცი, როგორც მატყუარა, როგორც ვნებიანი უნდოდა ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ თქვენს გინდოდათ ესე ჩანს, ახლა რაც არის, იმას ვამბობ. მე მართლა ახლა ზღაპრებს ვერ მოყვები, ხო? რასაც, რა ინფორმაციას მეძლევა, იმას ვიძახი. და სამართლიანობის კარტი ამოდის, იმიტომ რომ სამართლიანად მოექცევით, იმიტომ რომ ეს ადამიანი დამნაშავეა თქვენთან. აქ რახან ამოდის ეშმაკი, აქ, ანუ მე შემიძლია დავასკვნა ერთი რამ, რომ სიგნიფიკატორიდან ჩანს, რომ დაფარული, მალული სიტუაცია მისი მხრიდან, თქვენდამი, პლუს დამოკიდებულება თქვენთან, ანუ უფრო ინტიმური,
სექსის ვარიანტი და სიახლოვე და ვნება, ხორციელი, ეს ინტერესი ქონდა და გრძნობაც აქ, რა თქმა უნდა, ხა თუ არ გაგრძნობა, რანაირად გენდომება ინტიმი, ხო? ეს ლოგიკურია. და ის რომ უფრო მეტად ფულზე მატერიალურ მომხვეჭველობაზე აქვს ფიქრი ამ სიტუაციაში თქვენ, ამიტომ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის, ანუ სასურველი არ არის და ამიტომ მიიღებთ გადაწყვეტილებას და სამართლიანად მოიქცევით, იმიტომ რომ უკვე განგმირად ჩანს ან სამკუთხედში ხართ, ან დარტყმა მოგაყენათ მისი მოქმედებით და ზუსტადაც უნდა სამართლიანად მოიქცეთ, ამ შემთხვევაში სამართლიანობა გამოდის ხმლით ხელში ქალი, რაც ნიშნავს, რომ იცილებს იმ უარყოფით, ანუ თქვენ გაქვთ იმის რესურსი, რომ ეს ადამიანი მოიცილოთ თქვენი ცხოვრებიდან და ერთხელ და სამუდამოდ უთხრათ, რომ დააყენოთ თავის ადგილზე. ამისთვის, ხო და მაშინ აი ესე. და დამთავრდა. მაშინ, რას გიმზადებთ თქვენ სამყარო? თქვენ პირადში რა იქნება, როცა დააყენებთ თავის ადგილას, ანუ სიმართლის თქმის დრო მოდის, გესმით? ანუ გვინდა თუ არ გვინდა, სიტუაცია ის ეწყობა ყველგან, მთელ მსოფლიოში, გეოპოლიტიკაში, სიტუაციებში, ჩვენს პირადშიც, რომ გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვთქვათ სიმართლე. ნუ რაღაც არ მოგწონს, იმიტომ რომ ეხა მე ხათრიანი ვარ და არ მინდა რომ მას ესე იგი ვაწყინინო და თქვა, ნუ კი, ხო მომწონს, კაი, არა. უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ, გესმის? მოითხოვს უკვე ეს ახალი ენერგიების მარტო სიყვარული არ არის, ღმერთი სიმართლეა და მერია უკვე სიყვარული და დიდი წყალობა, რაც ჩვენზე მოდის. სიყვარული არის მთავარი, მაგრამ სიმართლე აუცილებელია. და იმის მერე, როცა დააყენებთ ამ ადამიანს ბრჭყალებში, კუთხეში, აი სამყარო, ხო? მოგექცევათ ისე, როგორც მოიქცევით თქვენ. თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს სამყარო. აი, რას მოგცემთ სამყარო? თქვენ იქნებით სამართლიანი, მოიცილებთ იმ უარყოფით, დააყენებთ ყველას და ამ შემთხვევაში მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, საერთოდ ვიძახი, ზოგადად, ხო? დააყენებთ იმ ადამიანს თავის ადგილას და აი თქვენთვის რას კომპენსაციის სახით, რას გამოგიგზავნით სამყარო. ნახეთ, პირველივე კარტი ამოდის გრძნობით სავსე, თასის დედოფალი, ანუ რას ნიშნავს? იმედიანად. სამყარო მოგცემთ რაღაც შანსს, სამომავლო შანსს და ორმხრივი სიყვარული. აღარ ამოვიღებთ მესამეს, იმიტომ რომ აგერ ბოლო კარტს შევხედავ, ეს აუცილებელია. The Star რას ნიშნავს? თქვენ გააძლევთ ახალ დასაწყისს. იმის მერე, როგორც კი მოიცილებთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, თქვენი მოქმედება რა არის საჭირო აქ, ხო? კარტი გვაძლევს, რას გვაძლევს? პასუხებს და რჩევებს, მაგრამ მოქმედება ჩვენზეა, ხო, დამოკიდებული და მე ხო დავაკონკრეტე და ვკითხე. იმის მერე, როცა ჩვენ სიმართლეს ვიტყვით, მოვიცილებთ იმ უარყოფით და ყველას დავაყენებთ თავის ადგილას და ზუსტად the justice აღსრულდება უზენაესი სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ და იმ ხმლით მოვიცილებთ იმ ადამიანებს და არა აქვს მნიშვნელობა ერთი იქნება თუ რამდენი და ვიტყვით იმას, რაც საჭიროა, რაც შეიძლება გქონდა დაგროვილი და ვერ ვამბობდით, აი ზუსტად ეხა მოვიდა ეს შანსი. რით გვაჯილდოვებს სამყარო? გამოჩნდება ახალი დასაწყისი, ნახე, გვიყურებს სამყარო. გვაკვირდება სამყარო. ჩვენ მარტო არ ვართ. აივსებით გრძნობით. აივსებით, ნახე, სავსე მთვარის პერიოდით, ან პერიოდს მაძლევს, ზუსტად. ეხა თებერვლის შუა რიცხვებში იქნება სავსე მთვარე და მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, ანუ რა ახალი დასაწყისი, თქვენი სრული შესრულება. ნუ კი, ჯერ არა, ერთი თვე მაინც უნდა მაჩვენებს. ჯერ გაურკვეველია დრო
ლოდინი საჭირო, ანუ რაღაც დრო, რაღაც პერიოდია საჭირო. ამას მაჩვენებს ეს კარტიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი მიღწეულია. უკვე ნაბიჯი გადადგმულია, გზა გახსნილია, გასუფთავებულია იმისთვის, რომ ის საწადელი ჩვენი სასურველი რაც გვინდა მიიღოს, ანუ უკვე სამყარო გვეხმარება იმით, რომ გვისრულდება სურველი. ჩემო კარგებო, აი ესეთი ლამაზი, ბედნიერი და რაც თავარია. დიდად აი ესეთი ამაღლებული გრძნობით, მოქმედებით, სიტუაციით, გემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ჩემი გაშლა, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. ნუ მე ხა სხვებივით ცნობადობას და პოპულარობას არ ვიხვეჭ და არც ქულებს ვიწერ და არც ვთქვათ ვიმატებ იქ ხალხს. თავის დაუნებურად ხდება ეს YouTube-ის ამბავში, მაგრამ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ენერგო საინფორმაციო სამყაროს ფაქიზის სივრციდან გადმომაქვს თქვენთვის ის ინფორმაცია, რაც თქვენ გაინტერესებთ. ეს არის საჯარო, ეს არის ყველასთვის ზოგადი ინფორმაცია და უკვე პირადში ჩანს ყველაფერი, ასე რომ აბა თქვენ იცით, წარმატებები. და აი ახსრულდეს სამართლიანობა მთელ სამყაროში, ესე დავამთავრებდი.